საქართველოს მელიორაციამ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმები განსაზღვრა. შეხვედრაზე რეგიონში სარწყავი სისტემების არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გიგლა თამაზაშვილმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონში საირიგაციო სისტემები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს. Დაუგეგმეთ სამომავლო პროექტები, გავეცანით არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად განხორციელდება 2026 წლის პროექტები, რითაც ხელი შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის, ფერმერების საირიგაციო წყლის დივერსიფიცირებულ და უწყვეტ მიწოდებას. მერებმა ისაუბრეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე მომავალი გეგმები დაიგეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს 26 წლის ბიუჯეტით. გაგვაცნო მელიორაციის დირექტორმა იმ გეგმების შესახებ, რასაც გეგმავენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ნაკვეთების სავარგულების გასარწყავიანება და მელიორაციის სამსახურის მუშაობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ითვლება. ჩვენ შორის მოხდა ინფორმაციების გაცვლა, თუ რას ვფლობთ ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში როგორც ტექნიკურ ბაზას და ასევე დაისახა სამომავლო პირობები, მოსმენილი იქნა ჩვენი პრობლემები, მოსახლეობის მიერ მოწოდებული საკითხები.